იღუმენი ისიდორე ოქროპირიძე. ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო ქართველებო. ქრისტეს მიერი სიყვარულით მინდა ჩემი გულის ტკივილი გაგიზიაროთ იმ იმედით, რომ გაითვალისწინებთ ჩემს მოწოდებას. დღეს ჩვენი საქართველო დიდ განსაცდელშია. როგორც ავადმყოფი მოხუცი მშობლის მიტოვება არ შეიძლება, ისევე არ გვეპატიება თუ არ მოვუვლით და არ ვუპატრონებთ ჩვენ სამშობლოს. საქართველო ჩვენ გვეკუთვნის და ვალდებულები ვართ, როგორც ჩვენი პატრიარქი მოგვიწოდებს. ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო. თუ გვინდა რომ საქართველო სულიერად და მატერიალურად გაძლიერდეს, არჩევნებით ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ ღმერთის მოშიში, ქართულად მოაზროვნე ადამიანები. არასწორი არჩევნების გაკეთებამ გამოიწვია ქრისტეს ჯვარზე გაყვრა, როდესაც ებრაელმა ერმა ქრისტეს ნაცვლად ბარაბა გამოითხოვა. არასწორი არჩევანის გაკეთება იქნება მიზეზი ანტიქრისტეს გამეფებისა. სწორედ არასწორ არჩევანს რომ ვაკეთებთ და სხვადასხვა მიზეზების გამო ვირჩევთ არაქრისტიანულად მოაზროვნე მატყუარა მთავრობებს, მიტომ არის რომ სულიერად და ფიზიკურად იღუპება ჩვენი სამშობლო. ყიდის ჩვენივე არჩეული ხელისუფლება. როგორც ყოვლადწმიდა სამებაა განუყოფელი, ყველა ქრისტიანი ვალდებული ვართ ასევე განუყოფლად ვემსახუროთ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს. ღმერთი ყოველთვის გვაძლევს განსაცდელიდან გამოსვლის საშუალებას. მადლობა უფალს, დღეს საქართველოში გვყავს ქრისტიანულად მოაზროვნე, თავგანწირული პატრიოტი პოლიტიკოსები, პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის, რომლებმაც უკვე რამოდენიმე წელია ბევრი საფრთხე აარიდეს ჩვენს ქვეყანას. მტკიცედ დგანან ქართველი ხალხის გვერდში და ცდილობენ ქვეყნის გამოყვანას მოჯადოებული წრიდან. დღესაც მათი ორგანიზებით უნდა ავიცილოთ ქართული მიწების არაბებზე გაყიდვის პროცესი. 7 დეკემბერს ტარდება პირველი საპროტესტო მშვიდობიანი გამოსვლა. უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ერი და ბერი უნდა დავდგეთ სამშობლოს დასაცავად. სამწუხაროდ დღეს ბევრი ფიქრობს. პოლიტიკაში არ ვერევი, ვლოცულობ და საკმარისიაო. დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ძალიან ცდება ვინც ასე ფიქრობს. ათონის მთაზე ჩვენზე ბევრად მეტად გამოცდილი ბერები მოღვაწეობენ. საუკუნეებია უწყვეტი ლოცვა და ღვაწლი მიმდინარეობს, მაგრამ დღეს საბერძნეთში ერთნაირ სქესიანთა ქორწინებაა დაკანონებული. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, როდესაც ყოფნა არ ყოფნის პერიოდი ედგა ხოლმე ჩვენ სამშობლოს. ერი და ბერი ერთად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. ახლაც სწორედ ეს ჟამია, როცა მარტო ლოცვა არ გვიშველის. ცოტა ტვინი და ხელი უნდა გავანძრიოთ და ღმერთის შეწევნით გამოვალთ ამ საკმაოდ დიდი განსაცდელიდან. შეგვინდოს ღმერთმა ჩვენი უგუნურება და ლმობიერ იქნას ჩვენზე და ღმერთს ებარებოდე ჩემო სამშობლო.